მმ. კი ბატონო, დიდება უფალს. ასე რომ შეიძლება ვღეჭავთ ამ წიგნს ნელა-ნელა, მაგრამ აქ ისეთი საკვანძო მომენტები არის, რაზეც ჩვენ ტვინში უნდა გქონდეს ნათელი წარმოდგენა და შეგვეციოს ღმერთი, რომ ესეთი საკითხები არის, ხა აი ამ წლების განმავლობაში პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ერთი და იგივე საკითხზე არაერთხელ გვჭირდება საუბარი, რომ ეს ჩვენს ტვინში გაჯდეს, ჩვენს გულებში გაჯდეს და ის საკითხი, რაზეც ახლა ლაპარაკობდით, სანამ აი აქ ჩაწერას დავაწერდით ხელს, იყო ის, რომ აუცილებელია სტაბილური, ყოველდღიური მოზიარეობა იესო ქრისტესთან, ამ შემთხვევაში ეს არის ღმერთის სიტყვა და სული წმინდასთან. რაც არის ენებზე ლოცვა, მისთვის საშუალების მიცემა, რომ იშუამდგომლოს ჩვენგან და ეს ყოველდღიურად, სტაბილურად, მინიმალურს ვამბობ მე 30 წუთი მაინც თუ ხდება ლოცვა, 30 წუთი მაინც ყოველდღიურად, უკვე ჩვენი ცხოვრება აღარასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. იმიტომ რომ ჩვენ რა ვთქვით, შეიძლება დღეს ვერ იგრძენე შენ ლოცვის შედეგი, მაგრამ ხვალ შეიძლება ღმერთს რაღაცა აქვს დაგეგმილი. სადღაცა ვიღაცას უნდა შეხვდე და ისეთი საკვანძო სიტყვები უნდა უთხრა, რომ ამ ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ან შეიძლება ისეთი საკვანძო გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომ შენი ფინანსური მდგომარეობა, შენი სულიერი მდგომარეობა, შენი მსახურება, შენი ოჯახური მდგომარეობა, შენი ახლობლების განკურნება იქნება თუ შენი განკურნება იქნება სამუდამოდ დადასტურდება და დამტკიცდება და ხვალე აპირებს ღმერთი ამ საკითხთან შენს მიყვანას, მაგრამ ვერ აუღუალღო. იმიტომ რომ შენი გული დარბილებული არ იყო ყოველდღიური მოზიარეობით სული წმინდასთან და ღმერთმა უწყის რამდენი შესაძლებლობები გვაქვს დაკარგული. მაგრამ რაც გავაკეთეთ, ეს გავაკეთეთ იმიტომ რომ ჩვენ შევძელით სული წმინდის ხმის გაგონება და მისი დამორჩილება, იმიტომ რომ დღევანდელ თავში ჩვენ მეოთხე თავში მახარებლობის ოსტატური გეგმის ჩვენ ხაზს გაუსვამთ იმას, რომ სული წმინდის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის გაკეთება, რაც დაგვავალა უფალმა იესო ქრისტე. ეს შეუძლებელია. სული წმინდის როლი მისიონერულ მსახურებაში. აი ასე ქვია მეოთხე თავს. და თქვენ ეს თავი ხო მანამდეც გაქვთ მოსმენილი, წაკითხულიც გაქვთ და უბრალოდ ჩვენ ამას ვღეჭავთ და გავდივართ ისე. ძირითადი კითხვა, რატომ არ არის ეფექტური ჩვენ მიერ სახარების ქადაგება დღეს? რამ შეიძლება შესძინოს ეფექტურობა სახარებას? როდის არის რომ მეთევზეების ლაპარაკი ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე და პროფესორების ლაპარაკი რჩება როგორც ხმამღაღადებლისა. როდესაც სული წმინდა აცოცხლებს და სცხებს ადამიანის საუბარს, ხო? მაშინ ამას ძალა ემატება. იესო ქრისტემ თქვა, რომ თავის თავად სიტყვა 100 დაწერილი კლავს, მაგრამ სულია ის, რაც აცოცხლებს. ნახეთ, მეგობრებო, როგორი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სული წმინდასთან გქონდეს მოზიარეობა, რომ სული წმინდამ შეძლოს ჩვენი ნასაუბრალის, ჩვენი ნათქვამი სიტყვების გაცოცხლება. ნამდვილი მისიონერული მსახურება შესაძლებელია მხოლოდ სული წმინდის ძალით, არა ადამიანური შესაძლებლობებით. სული წმინდის მიღება იყო და არის მოწაფეობის საფუძველი. იოანეს 20:22-23 ჩვენ ამას წინათ ეს კვირის მსახურებასაც ვახსენეთ. ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა, მიიღეთ სული წმინდა. ვისაც მიუტევებთ სოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ. ნახეთ, რამხელა ძალაუფლებას განიჭებს სული წმინდა, როდესაც ის შენში ცხოვრობს. ურამ, შეიძლება რაღაც კითხო. აი ეს მუხლი ძალიან ბევრჯერ სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით აი მომისმენია განმარტება დაუკავებთ, დაეკავებათ. აი რას ქვია ეს? აი როგორ განიმარტება, რომ როგორ ახლა ადამიანზეა დამოკიდებული ვთქვათ შეწყალების უგულებელყოფა ვიღაცისთვის თუ აი რა იგულისხმება? რელიგიები არის, რომლებიც ამას ასე ამბობენ და აი ამას იყენებენ კარგად ზოგიერთი უგეთური
ასე ვთქვათ, ღვთისმსახური, მაგრამ ჩვენი პროტესტანტული სამყარო ამას არ იზიარებს. აქ ჩვენი გადმოსახედიდან არის პასუხისმგებლობაზე საუბარი. იესო ქრისტე გაძლევს ესტაფეტას და გეუბნება, ნახეთ, სულიწმიდას გაძლევთ თქვენ, ძალაუფლებას გაძლევთ, რომ ემსახუროთ და იცოდეთ, სადაც მიდიხართ და გადაგებთ ცოდვების პატიებას, სასუფეველის მოხლობას, იქ მიეცემა ადამიანებს, ვისთანაც არ მიხვალ და დაუკავებთ, იქ არ მიდის და ვერ ეძლევა ამ ადამიანებს. ეს პასუხისმგებლობის აქცენტზეა, თორე იესო ქრისტეს ჟარგონულად რო ვთქვათ, რატო უჭედავდნენ ებრაელები? რა უფრო ადვილია იესო ქრისტე ამბობს, მოგეტევა შენი ცოდვების თქმა თუ ადექი აიღე შენი სარეცელი და გაიარევ. და ვის აქვსო მიტევების უფლებაო? და იესო ქრისტემ ჩვენ დაგვანახა, რომ პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ეს ესტაფეტა ჩვენზე გადმოვიდა. ჩვენ ვართ ახლა ის, ვინც უნდა ვიქადაგოთ სახარება და მივიღეთ ამისათვის სულიწმინდა და თუ ამას არ გავაკეთებთ და დაუკავებთ და არ ვაცნობებთ ადამიანებს, ვისგან არის ცოდვების მიტევება, ვისგან მოდის გადარჩენა, დაკავებული იქნება. თუ მივცემთ, ხო, მიეცემათ. მაგრამ მე ისინი მიიღებენ თუ არა, ეს კიდე სხვა საკითხია. სიყვარული არის საძირკველი. აი, რატომ არის აქ ხაზის გასმა აუცილებელი, მეგობრებო? აი, თქვენ ხართ მსახურები, ღვთისმსახურები და უნდა გახსოვდეთ ყოველთვის, რომ სიყვარული არის ის პლატფორმა, რომელზეც სულიწმინდა არ იზღუდება, რომ იმოქმედოს. თუ სიყვარული არ იქნება ჩვენი მოტივი, ხო? ვერ იმოქმედებს სულიწმინდა ჩვენგან. მოციქული პავლე ამბობს და ამაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე. მოციქული პავლე ამბობს, რომ ზოგიო ჯიბრით ქადაგებსო სახარებასო და მე ასეც მიხარია და ისეცო. მაგრამ როგორი მომენტია იცი, აი იმისათვის რომ შენ იყო სულიწმინდის ხელში თმედურარიანი იარაღი, ნაყოფიერი იარაღი, რომ ღმერთმა იმოქმედო შენგან, სიყვარული უნდა იყოს შენი мотиваცია, იმიტომ რომ ღმერთის სიყვარულია და აი როგორ შეიძლება სიყვარულმა იმოქმედოს იქიდან, სადაც ანგარებაა, სადაც ეგოიზმია, სადაც სიყვარული არ არის მთავარი მიზანი. ნახეთ, აი ღმერთის мотиваცია რა იყო? იოანეს 3:16 ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ ამან განაპირობა, რომ მიეცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონოდა. აქ სიყვარულზეა საუბარი. თუ ჩვენ აი ამ ფაქტორს უგულებელყოფთ ღმერთის გულში, მაშინ იცით რა გამოვა? ვერ მივხვდებით, რატო გვეუბნება ღმერთი არ იმრუშოს. ვერ მივხვდებით, რატო გვეუბნება ღმერთი არ იმდომო, იმიტომ რომ აი პატარა შვილი მყავს, ყველა იცნობ თქვენ და ხანდახან რაღაცას რო უკრძალავ, ის მტკივნეულად აღიქვამს ამას. იმიტომ რომ ის ვერ ხვდება რა არის ჩემი мотиваცია. იმისთვის ბედნიერება არის, სათამაშო ბედნიერება არის, რო არ დაიძინებს, რო დღე-დაღამე იხტუნავებს, რო კამფეტები ექნება და კიდე მინდა კამფეტი რო იძახის და მე რო უარს ვეუბნები, რადგან ის ვერ წდება სურათს, რომ მე მასზე ვზრუნავ და ის მიყვარს და ამიტომ ამბობ უარს, შეიძლება მტრად აღმიქმნას და გამებუტოს. ნახეთ როგორი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვწუდებოდეთ ღმერთის ბუნებას, მის უმთავრეს мотиваციას, რომ ის არის მთავარი. ის არის თავარი მამოძრავებელი სიყვარულში და თუ ამას ვერ დავინახავთ, ხო? ჩვენი ნალაპარაკებიც ადამიანის გულამდე ვერ მიაღწევს. სულიწმინდას ვერ მიეცემა საშუალება, რომ იმოქმედოს ჩვენგან, იმიტომ რომ ჩვენ სიყვარულით არ ვიმოძრავებთ, ჩვენში შეიქმნება ბარიერები. აი პირველი კორინთელთა 13:5-ში წერია, რომ სიყვარული თავისას არ ეძიებს. აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ მაგალითად მოციქულ პავლეს, რომ ეხადაგა ადამიანებისთვის
იმისათვის რომ გაემრავლებინა ეკლესია და ამ ეკლესიას მეტი შესაწირი მოეტანა რომ პავლეს არ ემუშავა და ფული ქონოდა იოლი შემოსავლის სახით მრევლისგან. აი ახლა სულიწმინდა უყურებს რომ პავლეს მოტივაციაა ეს. მაგალითი მომყავს რომ უქადაგოს რაც შეიძლება ბევრ ადამიანს, არა იმისათვის რომ ეს ადამიანები გადარჩნენ და საუკუნო სატანჯველში არ წავიდნენ, არამედ იმისათვის რომ ამ ადამიანებმა რო გამრავლდებიან ეკლესიაში, მერე ბევრი შესაწირი მოიტანონ და პავლეს ხელფასი უფრო დიდი იყოს. წარმოიდგინეთ, ახლა პავლე ქადაგებს, ამისთანა მოტივაცია აქვს და სულიწმინდამ რა უნაქნას, უნდა გააცოცხლოს მისი სიტყვები? რა თქმა უნდა, ვერ იძამს ამას სულიწმინდა. სულიწმინდა თუ ამას გააკეთებს, გამოდის რომ სულიწმინდა უწმინდურებას ახალისებს. ხო ხვდებით აი მაგალითის საფუძველზე, რასაც ვამბობ. გამოდის რომ სულიწმინდა საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედებს და ეს ხო შეუძლებელია. ღმერთს ხო არ შეუძლია რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმოქმედოს, საკუთარი ღირებულებების, სიტყვების წინააღმდეგ იმოქმედოს. და ნახეთ, ღმერთის მოტივაცია იესო ქრისტეს მოსვლის, შესაბამისად სულიწმინდის მოსვლის ამ დედამიწაზე იყო დაღუპული, დაკარგული ადამიანების მოძიება, მათი გადარჩენა, რომ ყველა ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს, ის კი არ დაიღუპოს, კონდეს საუკუნო სიცოცხლე. ეს არის ღმერთის ჩანაფიქრი. ამას თუ მივახვედრებთ ადამიანებს, ადამიანები ღმერთს აღიქვამენ სულ სხვანაირად და ჩვენი მსახურების უმთავრესი მიზანი სწორედ ესაა. ერთხელ სტუდენტები მოვიდნენ, ეს თქვენთანაც ვახსენე ადრე. სტუდენტები მოვიდნენ და მე და კოტე ვიყავით შეხვედრაზე. აღარ მახსოვს მე და კოტე ვიყავით თუ მარტო ვიყავით. ხო და სიყვარული რო ვახსენე, რომ ღმერთს უყვარხართ, მეთქი ერთ-ერთმა სტუდენტმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ კი მაგრამ როგორ მეუბნევიო, რომ ღმერთი სიყვარულიაო, როცაო თუ იმას არ დაუჯერებო და არ დავემორჩილები იმის ბრძანებებსო, ჯოჯოხეთში მაგდებსო. ეგ არისო სიყვარული, ეგ რანაირი სიყვარულია. და მე ვთხარი, გეშლება ჩემო კაცო. მაგალითი, აი მისი დამოკიდებულება იმ მომენტში სხვანაირი გახდა. მივხვდი, რომ აი ამის საპირწონედ არგუმენტი აღარ ქონდა. აი წარმოიდგინე, მე ვთხარი, სადენი, რომელშიც გადის დენი, ელექტროენერგია. და გაშიშვლებულია ეს სადენი და შიგით გადის 220 ვოლტზე მეტი და მოდის ახლა ელექტრიკოსი და გეუბნება, რომ აი ამ სადენში გადის ელექტროენერგია, მაღალი ძაბვა, ხელს ნუ მოკიდებ, თორე ის დაგარტყამს და მოკვდები. გულის კუნთი გაგიშეშტება. და შენ გააპროტესტო, რომ ვინა ხარ შენ, მე რომ მიკრძალავ აი ამ სადენზე ხელის მოკიდებას. რანაირი ბოროტი ადამიანი ხარ შენ, რომ მე ამ თავისუფლებას მიზღუდავ და ხელს არ მაკიდებინებ სადენზე და მერე მკლავ. სწორი იქნება, მე ვთხარი შენი შენიშვნა. ეს ხომ შეუძლებელია იმ ელექტრიკოს დასდო ბრალი იმაში, რომ მან მოკლა შენ, როდესაც შენ ამ სადენს ხელი მოკიდე. აი ასეა ღმერთიც, ღმერთმა იცის, როგორ შექმნა ადამიანი. ღმერთმა იცის, რომ მრუშობა ამ ადამიანს კლავს, ღმერთმა იცის, რომ სიცრუე ამ ადამიანის მკვლელია, ღმერთმა იცის, რომ ეგოიზმი არის ჩვენი მტერი და გველაპარაკება, რომ ასე არ უნდა მოვიქცეთ თუ გვინდა რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ. და რადგან უკვე ყველა ცოდვაში ვიბადები და ყველას დაკარგული გვაქვს, იმასაც გვეუბნება, ვინ არის ერთადერთი წყარო ამ სიცოცხლის აღდგენის. ეს არის იესო ქრისტე და მისი რწმენა. და როდესაც ჩვენ ამას ვუცხადებთ ქვეყნიერებას და სიყვარულით ვაკეთებთ ამას, სულიწმინდას ეძლევა საშუალება, რომ ღმერთი სხვა რაკურსით დაინახოს და ის, ვინც ახერხებს იმას, რომ დაინახოს ღმერთმა რატო წარმოგზავნა ეს თავისი მხოლოდ შობილი ძე, რომ მისი უმთავრესი მოტივაცია ჩვენთვის წუთი სოფლის სიამეების დაკავება კი არ არის. ჩვენი გადარჩენაა და იქედან გამომდინარე რაღაცეებს გვიცხადებს, რაზე უნდა ვთქვა. თუ არა, მაშინ მისთვის დვილად მისაღები ხდება იესო ქრისტე, მაგრამ ვინ გვეხმარება ამაში გვეხმარება სულიწმინდა. რა შემთხვევაში გვეხმარება სულიწმინდა, როდესაც ჩვენ იგივე მოტივაციით ველაპარაკებით ადამიანებს. როგორც კი ჩვენ ეგოისტურ მინარევებს შეურევთ აი ამ მსახურებაში, როგორც კი
ჩვენი мотиваცია იქნება ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ჩვენი კომფორტის მოწყობა, ჩვენი აღმატებულების დამტკიცება, როგორც კი ჩვენ პროტესტანტები შევეცდებით, რომ დავიწყოთ იმის მტკიცება, რომ მართლმადიდებლები არიან არასწორები და პროტესტანტები არიან სწორები და ეს იქნება ჩვენი უმთავრესი мотиваცია, სულიწმინდა ჩვენგან ვერ იმოქმედებს. და სიმართლე იცით რაშია? იმის გამო, რომ ჩვენ ვიდევნებოდით და დაგვცინოდნენ და უსამართლოდ გვექცეოდნენ, ჩვენში ამ სიმწარე მიპოვა ადგილი და ხშირ შემთხვევაში ჩვენი мотиваცია არის ხოლმე იმის მტკიცება, რომ პროტესტანტიზმი უფრო სწორია და ახლოს არის სახარებასთან, ვიდრე მართლმადიდებლობა ან კათოლიციზმი და არა ადამიანების გადარჩენა და სულიწმინდას უჭირს ჩვენგან მოქმედება. იმიტომ რომ ჩვენი мотиваცია სიყვარული არ არის. ჩვენი ყველაზე მეტად მავნებელი არის ხოლმე კომპლექსებში მყოფი ადამიანი. დაკომპლექსებული როა, ხო? ქართული საზოგადოება ახლა თუ სწავლობს ნელა-ნელა ფსიქოლოგიურ რაღაცებს და სუფრაზე რომ მოხდება ადამიანი ხშირად ყოფილა ხოლმე განსაკუთრებით ახალგაზრდები რო ვიყავი და სკოლა რო დავამთავრე და იყო ყლოჩინობა რო დავიწყეთ და კეიფები და კლასელები შეხო რა ხშირი იყო ხოლმე ჭუბი. იმიტომ რომ ჯერ ვერ ვისწავლეთ არასრულფასოვნების კომპლექსებისაგან განთავისუფლება და ვიღაცა სუფრაზე რაღაცას გაგეხუმრება და შენ გონია რას გულისხმობ ძმაო და წამოგვერძე გავიდეთ და მთელი ამბები ვიღაცამ შენ ახლობელს რაღაცა კომპლიმენტი უთხრა და ბიჭო რას ელაპარაკები და მთელი ამბები, იმიტომ რომ შეშინებული ხარ, არ ხარ თავისუფალი და ყველაფერი უკუღმა გეჩვენება. და აი ასე არის, როდესაც შენ გონია რომ ვიღაცა სექტანტი გონი ხარ, ნაცვლად იმისა რომ იქადაგო ქრისტეს სიყვარულზე, ხშირ შემთხვევაში ეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც შენში ცხოვრობს, გაიძულებს, რომ ისე ილაპარაკო, რომ სექტანტი არ ეგონო ვიღაცას. აბა დაუკვირდით საკუთარ თავებს, თუ ესეთი მომენტები არ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში. და აქ უკვე სიყვარული კი აღარ მოქმედებს, საკუთარი სიმართლის მტკიცება მოქმედებს და ამ შემთხვევაში სულიწმინდას უჭირს ხოლმე მოქმედება ჩვენგან, იმ ადამიანის გულის კარებზე მიკაკუნება უჭირს ხოლმე. იმიტომ რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩვენ ეგოიზმი გვამოძრავებს. ამიტომ აი უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდამ რომ იმოქმედოს ჩვენგან საფუძველი უნდა იყოს სიყვარული იმ ადამიანებისადმი, ვისაც ვემსახურებით. სულიწმინდა თავისას არ ეძიებს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რა არის мотиваცია ჩვენი მსახურებაში ყოფნის. აი ახალგაზრდებს ვეუბნეოდი ხოლმე. ნუ გექნებათ სურვილი კათედრასთან ამოსვლის, იმიტომ რომ დაამტკიცოთ რომ ვიღაცაზე ნაკლებები არ ხართ. ახალგაზრდებს თავი დავანებოთ, განადიდებს არ ემართებათ ეს. განადიდები არდებენ ხოლმე Facebook-ზე ერთმანეთზე უკეთეს სურათებს. ვიღაცას ქმარმა მობილური აჩუქა, შეხედე ახლა იმის დაკალებს ჩამოუყევი ჯგუფში და შეიძლება ერთი 10 კაცს კონდეს იგივე რაღაცა, როგორ აჩუქა ქმარმა ან თაიგული ან მანქანა ან რაღაცა და მიდის შეჯიბრება. ერთმანეთს ვეჯიბრებით ადამიანები. ვიღაცამ ეს მანქანა იყიდა, შენც უნდა იყიდო, ვიღაცამ ისეთი სახლი აიშენა, შენც უნდა აიშენო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანები ასეთები ვართ. იოანეს 3:17 წერია, რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ რომ მის მიერ გადარჩენილიყო იგი. მიზანი არის ეს. ღმერთმა შეიყვარა, ღმერთს უნდა ადამიანების გადარჩენა და ეს საიდან ჩანს? აი იესო ქრისტე ჯვარს რო აცვეს, დასცინიან. ამ ტკივილმაც კი აი მართალი კაცი ჯვარს აცვეს, დასცინიან. კივა დედა გაულანძღეს, თავი გაულანძღეს, ავტორიტეტი შეუბღალეს, ეშმაკის შვილი უწოდეს, ყველაფერი და იესო ქრისტე ამ დროს რას ამბობს? მიუტევე მათ, მამა არ იციან რას აკეთებენ. მამისა და ძის და სულიწმინდის მიზანი იყო იმ ცოდვილი ადამიანების გადარჩენაც, რომელმაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს და ამ მიზანზე იესო ქრისტე მოარე ართვა. როგორი ძლიერი იქნება ჩვენი მსახურება, თუ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ყველა საცდურისა, ყველა პრობლემისა, ყველა პირადი თუ საერთო სირთულეებისა ცხოვრებაში ჩვენი უმთავრესი ფოკუსი იქნება იმაზე, რომ ადამიანები გადარჩნენ. ამისთანა ეკლესიის შეჩერება შეუძლებელი იქნება.
აი წარმოგიდგენიათ, ბარნაბას და პავლეს ამის სწავლა მოუწიათ, ხო? იმიტომ რომ დასხეს, რაღაცის გამო უთანხმოება მოუწიათ. მარკოზის გამო თუ არ ვწდები ახლა მარკოზის გამო იყო, ხო? მაგრამ აი გაიყვნენ არა და რამაგრად მსახურობდნენ ერთად. რამდენი მომენტები არის ხოლმე ეკლესიაშიც, მაგრამ 28 წლის განმავლობაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ აი რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ იმ ადამიანთან ერთად არ მინდა რა. ან იმას არ უნდა ჩემთან და ასე შემდეგ. ეს ადამიანური მომენტები არის. ჩვენ სირთულეები გვხდება და მერე უკვე მთავარი მიზანი რომ ადამიანები გადაჩნდნენ გვერდზე პლანზე გადადის. ჩვენ ეკლესიაში რამოდენიმე მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს. განხეთქილების, ეკლესიის შუაზე გაყოფის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაიწყები რომ გადის ახლა მე ზოგიერთი მანამდე მოხდა სანამ მე ეკლესიაში მოვედი, ზოგიერთი მერე მოხდა. ერთი აგერაი 5 წლის წინ იყო დაახლოებით 1.15-20 კაცი რომ გაიყოლა ეკლესიიდან. და ნახეთ მიზეზი რა იყო, ადამიანი იძახს რომ თქვენმე შურთ თქვენი ძმებს ბრალი დაგვდო ესე თქვენ ჩემი გშურთ არის ერთი ადამიანი და არ მაძლევ იმიტომ რომ მე მაგარი მსახური ვარ და ბიჭო ვეუბნებით აი გაქვს საშუალება მსახურების მაგრამ შენ არასწორად იყენებ ამას არა მე წავედი და ეკლესიაში დაიწყო რაღაცების ლაპარაკი და მთელი ამბავი და ხალხი დააბნია ვერ გაიგო ზოგიერთმა ნუ უმრავლესობამ გაიგო ერთი 10-15 კაცი გაიყოლა და როდესაც ჩავეძიე ჩემთვის რა იყო იცი მთავარი ნიშანი იმის რომ ეს ადამიანი არასწორად ლაპარაკობდა ის რომ მეორე პლანზე გადაიწია ადამიანების გადარჩენამ და საკუთარი ავტორიტეტის გამტკიცებამ და დამტკიცებამ გადმოიწია წინა პლანზე აქედან უპირველესი დასტური იყო ეს ჩემთვის რომ ის არასწორ ტალღაზე იყო იმიტომ რომ ყოველთვის ხდება ეს მომენტები მეც მქონია თქვენც გექნებათ შეუძლებელია ხა შეიძლება ეპისკოპოსი ჩემი სიმამრი იყოს შეიძლება ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ საძმოს საბჭოში მყოფი ადამიანები და ყველა ერთმანეთს ვიცნობ და მე თვითონაც ვარ ჩვენი ეკლესიის საბჭოში წევრი და ასე შემდეგ და შეიძლება ვიღაცას ჩემი გადაწყვეტილებებიც არ მოწონდეს მაგრამ არ მოგატყუებთ და გეტყვით რომ ყოველთვის ჩემი გადაწყვეტილებები მაგალითად ეპისკოპოსის გადაწყვეტილებებს არ ემთხვეოდა და ხანდახან მეჩვენებოდა რომ ამ შემთხვევაში ჩემი გადაწყვეტილება იჩაგრებოდა მაგრამ რა მეხმარებოდა იცით მე მეხმარებოდა ის რომ მე ოლეგის ეკლესიაში კი არ ვიყავი მსახური ქრისტეს ეკლესიაში ვიყავი მსახური და ვიძახოდი თავარი ის კი არ არის გურამ შენ რას გრძნო თავარი ის არის ქრისტეს რა უნდა და ქრისტეს უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ერთნი ჩვენ ვემსახუროთ ამ ქვეყანას და გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანები ამ ღირებულებების გარშემო როდესაც ერთიანდები როცა სიყვარული გამოძრავებს დანარჩენი ყველაფერი შენი შეგრძნებები შენი ადამიანური განცდები გადადის მეასე პლანზე და ერთობა სულისკვეთება ღირებულებები ნარჩუნდება რამდენი აგერ ახლა გუშინ წინ სიტყვა მქონდა ერთი ადამიანისადმი განხეთქილებაში მყოფ ეკლესიაში იმის მწყემსი ახლაც გულანძღავს სულ გადავიდა წლების განმავლობაში ერთად დავდივეთ ეკლესიაში მე ერთ-ერთი უბანი გამოეყო აგერ მაია კი იცნობს იმ ხალხს ძალიან კარგად წავიდნენ და ახლა 1-2 წელიწადია ეს ადამიანი დაბრუნდა და სახში ვფიქრობდი და სიტყვა მომეცა რომ მივსულიყავი და მეთქვა რომ სახურებაში ჭირდები ღმერთს და წამოდი კი ამდენი წლების მერე დაბრუნდა 28 წლის წინ ერთად დავდიოდით დეპოს ეკლესიაში ხო და რომ მივედი აუ გურო მეუბნება სიზმარი ვნახეო ესე მონეტები ეყარაო ერთ-ერთ პასტორსო ახლა სახელი ალბათ არ იცოდა ან სახე რა არ ვნახე მოვიდაო ჩემთან გამომიწოდა ეს მონეტები და მითხრაო რომ შენო სახურებაში ჭირდები ღმერთსა და ჩადექიო და ეხლა შენ მოხვედიო და ეგ მითხარიო და აქო იმიტომ დავბრუნდიო რომ მომწყინდაო მინდაო ღმერთს ვემსახურო რა გააგაშენა ღმერთმა მომთხარ აჰა მე სულაც არ ვიცოდი შენ სიზმარზე მაგრამ აი წავიდა და გაიყოლა ხალხი და ძირითადი мотиваცია იყო ჩვენი ლანძღვა რა ეხლაც იქ რო ის რა ქვია შევკრიბეთ სპორტის სასახლეში ხალხი იმის გამო რომ
ხშირად გვდებენ ხოლმე ბრალს. გვდებენ ხოლმე ბრალს, რომ 50-იანელები არიან გაყიდულები, არ უყვართ საქართველო და რაღაცა. ნიუსებში მინდოდა გასულიყო, რომ ჰიმნიც დაუკარიდა რაღაცა და იდეა იყო ესეთი, რომ ჰიმნით გავხსენე. აუ, დაიწყო ლაპარაკი, რომ ჰიმნი დაუკრესო, ესო ისე რა ქვია, სუსის თანამშრომლები არიანო, ქართული ჰიმნიო იქო, სახატე ჩემი ქვეყანა არისო, ხატიო ხო ის კერპი არისო, რაღაცაო და ჯერ ეს ერთი ჩვენც კერპები ვართ მაშინ, იმიტომ რომ ხატებანი ვართ ღმერთის. რაღაცა სისულელები ლაპარაკა, მაგრამ ამ ადამიანს ამოძრავებდა თავარი სურვილი, რომ ჩვენ დავეკნინებინეთ, თორე ის რო იქ ადამიანები განიკურნენ, რომ გამოვიდნენ წინ, მოინანიეს ქრისტე მიიღეს, ამაზე ვეღარ გაამახვილა ყურადღება. ნახეთ, აი, როდესაც სიყვარული არ არის თავარი мотиваცია და საკუთარი სიმართლის მტკიცება გვიფხრობს ან საკუთარი პოზიციების გამაგრების მტკიცება სურვილი გვიფხრობს, ხო? სულიწმინდა ვეღარ გვეთანამშრომლება და საქმე ფუჭდება, დაქსაქსულები ვართ, ერთმანეთს ვეჭიდავებით სინამდვილეში და კიდევ ვლაპარაკობ რა. მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ ჩვენთან ყველაფერი იქნება ესე პრიალად, როგორც პარაკი ესე. ჩვენც რაღაცეებში ერთმანეთის საქციელი არ მოგვეწონება. ჩვენც რაღაცეებში ერთმანეთის მიდგომები გულთან ახლოს არ გვექნება. ზოგი ესეა მიჩვეული რაღაცა, ზოგი ისეა და ნახეთ რამ უნდა გაგვაერთიანოს. უნდა გაგვაერთიანოს არა საკუთარი თავის სიყვარულმა, არამედ მოყვასის სიყვარულმა. არა საკუთარი სარგებლის ძიების სურვილმა და ჩვევამ, არამედ ღმერთის სარგებლის და მოყვასის გადარჩენის სურვილმა და ღირებულებებმა. და როდესაც ოჯახში საიდან დავიწყე, ხო? ცოლი და ქმარ შორის უთანხმოებები არის, მაგრამ ორივენი ეჭიდებიან ღირებულებას, რომ დარჩნენ დაზარალებულები, ემსახურონ ერთმანეთს სიყვარულით, მიმტევებლები იყვნენ, მიტევებაში სწრაფი იყვნენ. ეს ოჯახი ინარჩუნებს ერთობას და აგრძელებს ქრისტეს მსახურებას, მაგრამ როდესაც ერთი მათგანი თუნდაც ისეთი ეგოისტია, რომ არ აინტერესებს მეორეს მდგომარეობა, თავისი პოზიციის გატანა უნდა და მაგიდაზე მუშს აპრახუნებს, ხო? ის ოჯახი ძნელად თუ ინარჩუნებს ხოლმე ერთიანობას. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ეს წუთი სოფელი მსჯავრე კი არ დავდოთ. ვაჩვენოთ გზა გადარჩენის. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, იოანეს 15:13-ში წერია, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის. აი, იესო ქრისტე პირდაპირ გველაპარაკება, რომ სიყვარულს აქვს ხარისხები. თუ უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ სიყვარული უნდა იყოს ჩვენი მამოძრავებელი ძალა მსახურებაში, იესო ქრისტე გვეუბნება, აი სიყვარულზე თუ იქნებით კონცენტრირებული, იცოდეთ, რომ სიყვარული ყველაზე დიდი არის მაშინ, როდესაც საკუთარ თავს დადებ შენი მეგობრისთვის. ეხლა ეს ყველას ფიქრი მიგვდის ხოლმე რაზე, იცი? აი კვდება ჩემი მეგობარი და მე მივედი და ამოვიღე ჩემი ღვიძლი და ვაჩუქე და მე მოუკვდი და ის გადარჩა. არა, მეგობარო. მაინც და მაინც აქეთ ნუწახვალ. იცი საიცადი? აი შენი მეგობარი არასწორად მოგექცა და მოგინდა რომ სახალხოდ მიახალო, უცებ როგორი უტიფარია, როგორი ხორციელია. შენი თანამსახურია და მოგინდა უცებ რომ დასხო, მაგრამ გადაყლაპე რა. გაუფრთხილდი. არ დაიწყე მასზე ლაპარაკი. შენ თავზე მაღლა დააყენე. აი შეხვედი და აი ძალიან მიყვარს ხოლმე ამ მაგალითის მოყვანა. ორი ნაჭერი ლობიანი დევს. და მიდის კვარა ეხლა რო აიღოს. და გამოეკიდა გიო. ერთი დიდი ნაჭერია, მეორე პატარა ნაჭერია და გიო ფიქრობს ეხლა თელი დღე მშიერი ვარ, კვარამ უკვე სამი ნაჭერი შეჭამა და მოდი დავასწრო დიდი ნაჭრის აღება რა. მაგრამ მე იტყვის რომ კვარა ხო ჩემი ძმა არის, მოდი იმას დიდს დაუტოვებ და მე პატარას ავიღებ. ესეც საკუთარი მეგობრისთვის თავის დადება არის. ეს მცირე ჩიდადება არის. ის დიდი დადება არის, როცა ამოიღებ და ვიღაცას ერთი რკმელს მიცემ. მაგრამ ორივე დადება არის, როდესაც შენ თავზე მეტად აფასებ შენს მოყვას. თავს იმდაბლებ შენ და იმას აკურთხებ. რომ ამას არ გვასწავლის უფალი, რომ ვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი
ჩვენი თუ დიდი ლობიანის ნაჭერი ჩემთვის მენდომებოდა, ჩემ მოყვას დაუთმობ, იმიტომ რომ ის ჩემი თავივით მიყვარს. მიყვარს ახლა ჟუანტელი კი არ მივლის, როგორც ჩემ თავზე, მაგრამ ისე მოვექცევი, როგორც ვისურვებდი რომ მე მომექცნენ. და უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ როცა შენ ასე იქცევი, აი ეს არის დიდი სიყვარული, ამაზე დიდი არ არსებობს. როდესაც შენ ვიღაცისთვის თავს დაზარალებულად დაიტოვებ, დადებ შენ თავს, შენს კომფორტს, შენს ავტორიტეტს, შენს ყველაფერს, შესწირავ იმ ადამიანის გადარჩენას, იმ ადამიანის წინსვლას. და იცით რა არის მეგობრებო, აი ამას ხშირად უსვამ ხოლმე ხას რა და ამას წინათ მოგვიწია ძალიან მტკივნეული საუბარი ერთ-ერთ თანამსახურთან ჩვენთან, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეემთხვა და მე ვუთხარი ასეთი რაღაცა. აი ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ ადამიანურად ცდილობდი შენი პოზიციების გამაგრებას. და აი გამართლდა ეხლა თქო და თხოვ აი ამ იერიდან მეთქი, აი მოდი შეეცადე, რომ ადამიანურად არ დაიწყო შენი პოზიციების გამაგრება. დამთანხმდა თვითონ. და აი ყოველთვის არის საცდური, ჩემი მაგალითიდან გეტყვით, 28 წელიწადი ეკლესიაში ვარ. როდესაც ადამიანს ტვინი გიჭრის, შეგიძლია რაღაცა ამქვეყნიური მანქანებით შენი პოზიციების გამაგრება, ისე ჩაღიმება, ისე სიტუაციების მოწყობა, რომ შენ წარმოჩინდე, შენ ძლიერი იყო, შენ უმთავრესი იყო. ადამიანურად არ უნდა შეეცადო, ყოველთვის შეეცადე, რომ შენი თავი დაიმდაბლო, ყოველთვის წამოწიე შენს გვერდზე მყოფი ადამიანები, ყოველთვის სხვის სამსახურში ჩადეკი და უფალი იესო ქრისტე ამაზე ამბობს, რომ ვისაც თქვენ შორის უნდა რომ დიდი იყოს, ყველას მსახური იყოს. ამას თუ შეძლებ, ამას თუ შენს პრინციპად დაიდგენ, ხო? არ ექნება დასასრული იმას, რასაც უფალი იესო ქრისტე გააკეთებს შენი ხელიდან. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი სიყვარული. დიდი სიყვარული ეს არის, როდესაც საკუთარ თავს დადებ იმისათვის, რომ სხვები წამოვიდნენ, სხვები განვითარდნენ, სხვები გადარჩნენ, სხვებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი და მეტი ნაყოფები მოიტანონ. და უფალს ეს შეუმჩნეველი არჩება, ღმერთი წამოგწევს. და ეს არის ყველაზე ნაღდი, ყველაზე აი steadfast, რასაც ქვია, მყარი, შეურყეველი კურთხევა, რომ მოაქვს უფალს და თუ შენ თვითონ დაიწყებ გზების ძიებას, როგორ აკურთხო საკუთარი თავი და საკუთარ მსახურებას გაუწევ რეკლამას, საკუთარ ნიჭებს გაუწევ რეკლამას, დაასწრებ ვიღაცას, რაღაცას ჩაავლებ, ჩააფრინდები, პოზიციების გამაგრებაზე იმუშავებ, ხო? ეს ძალიან მალე დაგენგრევა თავზე. იცი აი ყოფილა ხოლმე შემთხვევები, როდესაც აი ბიზნესში მდომებია წარმატება, რაღაცის მიღწევა მდომებია და შიგნით მქონია აი ეს მომენტი, რომ ჯერ არ დამიდგა დრო, რომ აი ეს დავიმკვიდრო. ძალიან მნიშვნელოვანია აი ეხასეუბნება ელისე წინასწარმეტყველი, რომ ერთ-ერთ თარგმანში ესე არის, განა უკვე დაგიდგა დრო, რომ მამულები შეიძინო და ხონება და ტანსაცმელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გეხაზმა ისწრაფა, თავისი პოზიციები არასწორი გზებით გაიმაგრა და რას მიაღწია? დაკარგა მოწოდება, ხელი გაუხმა, კეთროვანი წავიდა ელისესკენ. აი ჩვენ ადამიანური მექანიზმებით არ უნდა ადამიანური გზებით არ უნდა შევეცადოთ ჩვენი მსახურებების გამტკიცებას, ჩვენი პოზიციების გამტკიცებას, ჩვენი სიმართლის დამტკიცებას. გამოაჩენს ღმერთი შენს სიმართლეს. არ უნდა შევწიროთ პირად პოზიციებს ჩვენი მსახურება. უნდა დაზარალებულებით დავრჩეთ და დამიჯერეთ, მეგობრებო, ეს გამოწვევები ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში გვექნება, აი გუნდს, რასაც ქვია ბირთვს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მე იმედი მაქვს და მჯერა რომ უფალი თავის საქმეს გააკეთებს და გაძლიერდება ბრუკლინის ეკლესია და გამრავლდება გადარჩენილი ადამიანები და სტრუქტურულადაც, სისტემურადაც უფრო აწყობილები ვიქნებით და სხვანაირები ვიქნებით და მართლა სრულფასოვანი ეკლესია ვიქნებით და ასეთ შემთხვევებში რაღაცეები თავს გამოიჩენს ჩვენს ხასიათებში. ეხლა ჯერ ისე ვართ, რომ რაღაცნაირად, თუმცა ახლაც იქნება რაღაცნაირად შეხმატკბილებულები ვართ, მაგრამ ხო იყო კიდევაცა რა, ხომ მოდიოდნენ, ჩემთანაც მოდიოდნენ, მაქიდან ახერხებდნენ აქ ვიღაცეების ბრალდადებას, რაღაცეების იმას და რა ჩანს?
ადამიანები, რომლებიც რაღაცას ეძებენ, ნაკლებად შემწყნარენი არიან გვერდზე მდგომებისადმი. ესე არ უნდა იყოს, ესე არ უნდა იყოს, სატანას ვემსგავსებით აქ რამსახურება, ვიღაცა ელაპარაკობდნენ ამას, ხო? სინამდვილეში რა იყო მიზეზი? საკუთარი თავის წარმოჩენა, მე ეს პირდაპირ უთხარი იმათაც. როცა ამაზე არ ფიქრობ, აი, როცა ადამიანი არ გიყვარს და შენი თავის წარმოჩენას ცდილობ, ყველა დეტალს და ყველა სისუსტეს ხაზს უსვამ. არის თუ არ არის ეს სისუსტე მაშინაც, მაგრამ როცა გიყვარს, სიყვარული მრავალ ცოდვას ფარავს და აი ეს სიყვარული უნდა იყოს საძირკველი ჩვენთვის მსახურებაში, თორე სულიწმინდა ვერ გვეთანამშრომლება, სულიწმინდა ვერ გახდება იმისთვის ძალის მიმინჭებელი, ვინც საკუთარ სამეფოს აშენებს. ეს უნდა გვახსოვდეს, თუ რაღაცას ძალა არა აქვს შენს მსახურებაში, იმიტომ რომ სულიწმინდა არ აძლევს ძალას და თუ სულიწმინდა არ აძლევს ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ეგოისტური მიზნები გამოძრავებს. აქ სხვა ფორმულა არ არსებობს. ამაზე იფიქრეთ. თუ შენ მართლა ეძიებ სათასასუფეველის ინტერესებს ამა თუ იმ მსახურებაში, სულიწმინდა შენ უპრობლემოდ გეთანამშრომლება. და თუ ვერ გეთანამშრომლება, ესე იგი სადღაცა საკუთარი ეგოიზმი გაქვს ჩართული. გამოყოფა მსახურებისთვის. იოანეს 17:18 როგორც შენ მომავლინე წუთის სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთის სოფელში. აი ერთ-ერთი პირობა იმისათვის, რომ სულიწმინდამ შეძლოს ჩვენგან ოპერირება, ჩვენგან მოქმედება, ეს არის აი ამ მიზნისათვის თავის მიძღვნა. იესო ქრისტეს უამრავი შეთავაზებები ჰქონდა. სიმდიდრეს თავაზობდა, ვერაცდუნა. გამეფება უნდოდათ, ვერაცდუნეს. საკუთარი სიმართლის დამტკიცებაზე უნდოდათ, რომ წამოეგოთ, არ დაუწყია იესო ქრისტეს საკუთარი სიმართლის მტკიცება. ამისათვის არც სასწაულებს ახდენდა და არც არაფერს. მისი мотиваცია არ ყოფილა. აი თუ მოახდენო სასწაულსო, ვიხილავთო და ვირწმუნებთო და დავიჯერებთო და იესომ არ მოახდინა სასწაული. თორე იესოს თავარი мотиваცია ის არ იყო, რომ თავის სიმართლე დაემტკიცებინა. იესოს თავარი мотиваცია იყო, რომ მამის ნება აღესრულებინა. აი ყველაზე მტკივნეული მაშინ არის ხოლმე, როდესაც შენ რაღაცას ღმერთისთვის აკეთებ და ვიღაცა ბრალს დაგდებს, რომ ანგარებით აკეთებ. ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. აი შენ ამას ამიტომ არ აკეთებ, რომ ღმერთი გიყვარს და ასეთი რაღაცეებიც იქნება ეკლესიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, მაღლიდან შობილ ადამიანებს ასეთი აზრები და ფიქრები მოგვდის ხოლმე თავში და აი იმ დროს ძალიან მტკივნეულია, როცა შენ უანგაროდ აკეთებ რაღაცას და ვიღაცა ბრალს გდებს, რომ ანგარებიანი ადამიანი ხარ და ინდება რომ რაღაცები დაამტკიცო. იესო ქრისტე ამას არ აკეთებ. ვერ წამოაგო ამ ხაფანგზე, ამ ანკესზე ეშმაკმა. იესო ქრისტე მიუძღვნა საკუთარი თავი ადამიანების მონახვას და გადარჩენას. თავარი ეს იყო. დაინახეთ, როგორც იესო მოავლინა მამამ წუთის სოფელში, ჩვენც აი ამ მიზნისთვის მოგვავლინა. არც ფულმა, არც კარიერამ, არც საკუთარი ავტორიტეტის დაცვამ, არაფერმა არ უნდა გადაიტანოს ჩვენი ყურადღება აი ამ მისიიდან, რასაც ქვია ადამიანების პოვნა და გადარჩენა. საცდური უამრავი იქნება, მეგობრებო. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ დამთავრდება სანამ ამ დედამიწაზე ვართ. მაგრამ თუ ჩვენ ფოკუსი ყოველთვის გვექნება დაკარგულის მონახვასა და გადარჩენაზე, სულიწმინდა შეგვაძლებინა ჩვენ, რომ არ დავწვრილმალეთ, არ დავხურდავდეთ და არ მივეყიდოთ ამ ქვეყნიურსა შემოთავაზებებს. და იცით რა? ვინც ჩემიან და სახარების გულისთვისო დათმობსო ამ ყველაფერს იესო ქრისტე ამბობს. ისინი ჯერ აქ მიიღებენ ასწილად და მერე საუკუნო სიცოცხლეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს არ ენანება ჩვენთვის კურთხევა. ღმერთი მოიტანს კურთხევას, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თავარი ჩვენთვის კურთხევების დამკვიდრება კი არ არის, თავარი ჩვენთვის არის იმ მისიის აღსრულება, რომლისთვისაც ღმერთმა მოგვავლინა და რომლის აღსასრულებლადაც სულიწმინდა გადმოვიდა ჩვენზე. ნახეთ იოანეს 17:19-ში წერია, ბერძნულში აიაზო წერია, გაუნწმეთ. რუსულში წერია პასვიშაი. აი ქართულში პასვიშენიე,
ითარგმნება არა როგორც განწმედ, არამედ როგორც მიძღვნა. როგორც ჩანს, აი იმ კულტურაში მაშინ აი ეს განწმედ გამოყოფა ებრაული ფესვიდან მოდიოდა, თუმცა სახარება ბერძნულად არის დაწერილი და გამოყოფილნი იყვნენო. რუსულ თარგმანში ყველაზე კარგად ჩანს. მაგრამ აი წმინდა რაც იყო ებრაულ რჯულში, როცა რაღაცა იყო წმინდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ იმის შეხება ჩვენ არ შეგვეძლო, ის გამოყოფილი იყო ღმერთისთვის. და ნახეთ იესო ქრისტე რას ამბობს, ჩემს თავს განწმენ მათვის, რათა ისინიც განწმენდილნი იყვნენ ჭეშმარიტებით. ანუ ღმერთი ჩვენგან მოელის, რომ აქ ძალიან სერიოზულ ფასია ლაპარაკი და ჩვენ წინა თავებში ეს განვიხილეთ. მოელის, რომ ჩვენს თავს გამოვყოფთ ამისთვის. მეგობრებო, ეს ადვილი საქმე არ არის. ეს ადვილი საქმე არ არის მიუძღვნა შენი თავი ღმერთს და 10 წლეულების განმავლობაში ემსახურა და უმთავრესი იყოს ღმერთი შენთვის. მთავარი პრიორიტეტი იყოს ღმერთი შენთვის და ის მისია, რისთვისაც შენ მოგავლინეს ამ დედამიწაზე. ადვილი არ არის, თუმცა არც ძნელია, როდესაც სული წმინდა არის შენთან. არ ვიცი რა, ეხლა აი 23 წლის ვიყავი, როდესაც მიუძღვენი ჩემი თავი ღმერთს. აი 19 წლის იყო, თუ არ ვცდები, ოლეგი 21-ის იყო, როდესაც მსახურებაში ჩადგა. აი გიოყვება ხოლმე ჯვარშეიშვილი, რომ 25 წლის იყო, როცა სამსახურზე თავის დანებება მოუწია, იმიტომ რომ ღმერთმა მოუწოდა, აი მე ჩემს ბიზნესზე და საქმიანობაზე მომიწია თავის დანებება ჩემს ოცნებებზე. აი კოტე აღარ მახსოვს 17 წლის იყო, მე მგონი თუ არ ვცდები. იწევს აი ჯონიც სულ სხვა სამყაროდან მოგვიწია ჩვენი ცხოვრების წესზე უარის თქმა. თქვენც მეგობრებო. მაგრამ როგორი რაღაცა იცი, აი ეხლა რო ვაკვირდები, აი ალბათ არ გაგიკვირდებათ ეხლა, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ აი ამდენი წელი ჩვენ ეკლესიაში ხელფასი არ აგვიღია, მეგობრებო. ჩვენ არასოდეს ხელფასი არ გქონია საქართველოში. არასოდეს. აი პირველად ბრუკლინის ეკლესიამდე საზღვარგარეთ რო ჩავდივარ ხოლმე საქადაგებლად ეხლა. იქ დაიწყეთ თქვენ ჩვენი კურთხევა რაღაცას რომ ვაკურთხებთ ხოლმე. ესეთი რამე აქ არასოდეს არ ყოფილა. ესეთი რამეც არ ყოფილა, არა თუ ხელფასი. და ჩვენ გვიწევდა ხოლმე რომ აი გვემუშავა, მაკო დღემდე მუშაობს, მე დღემდე ვმუშაობ. რაღაცეები გაგვეკეთებინა, იყო ხან რაღაცის შემომტანი ვიყავი, რაღაცეებს ვყიდიდი, რაღაცეებს ვაკეთებდი, ვთარგმნიდი, ასე შემდეგ, რომ მსახურების შესაძლებლობა ქონოდა და ძალიან მომწონდა ეს, მაგრამ ეს ძალიან ძნელიც იყო, ხანდახან პურის ფული არ ქონდა სახში, მაგრამ აი ამ მუხლს ვიყენებდი, რომ იცი რა, ჩემი თავი გამოვყავი მსახურებისთვის და ღმერთი ამას ხედავს. აი მე ძალიან მინდოდა პოლიტიკოსობა და ბიზნესმენობა და თავიდან როდესაც გავხდი მორწმუნე, ესენი არ მეთხოვოდა და მე ვთქვი ღმერთო, შენ ამას შემოგწინა. რომ პარტიაც კი შერჩეული მქონდა, რომელ პარტიაში უნდა ყოფილიყავი, მაგრამ უარი ვთქვი და ჩემი თავი გამოვყავი და იცით ეხლა რა შემიძლია რომ თქვა და ახალგაზრდებს სულ ამას ვასწავლი შემდეგ დაობას, რომ არ შეეშინდეთ. მთელი გაბედულებით შემიძლია ვთქვა, რომ ფალმა არც ერთ სიტუაციაში არ გამტოვა. არასოდეს. ყოფილა მომენტები, რომ აი შუქის ფულის გადასახდელი ფული არ მქონია. გამიჭრეს კიდევაც 1-2 ელექტროენერგია, იმიტომ რომ არ მქონდა გადასახდელი, მაგრამ ღმერთმა გამონახა გზები, მაკურთხა და კი იცით ეხლა რომ მეტნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანი ვარ. ღმერთი ერთგულია, თუ შენ დაანახებ უფალს. ეს წმინდა წერილში უამრავი მაგალითებია, მაგრამ ეხლა გიოს უყურებ, ოლეგის უყურებ, კოტეს უყურებ, აი ყველას ეხლა ჩემს გვერდზე ვინც არიან, აი გინდა გოჩას ხო? ყველას მოგვიწია ამ გზის გავლა, რომ რაღაცა მომენტში ჩვენი მსახურება, ჩვენი მიძღვნა დადგა გამოწვევის წინაშე. ჩვენ თავის ქებაში არ ჩამოვართვათ, ჩავკეტილ ვარ, უკვე ცოლიანი ვიყავი. ჩავკეტილ ვარ საპირფარეშოში და მიტირია, იმიტომ რომ არ მქონია ფეხსაცმელების ფული, არ მქონია საჭმლის ფული და არ ვიცოდი ოჯახს როგორ გავძღოლოდი და მithქვია რომ ღმერთო, აი იოსები ხო იყო ესეთ სიტუაციაში, აბრაჰამი ხო იყო და მეც არ წავალ ეგვიპტეში, არ გავიქცევი, არ დავიწყებ ეხლა
ამ დროს შემოთავაზებები ცოცხლდება ხოლმე, ვიღაცა რაღაცას გაწვის, ვიღაცა სადღაცა გეძახის, ხო შეგიძლია შენც წახვიდე 1-5 თვე სადღაცა წაიმუშაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ უფალი მამაგრებდა, ეს ჩემი დამსახურება არ არის. დამანახა სულიწმინდამ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. გამოყო შენი თავი მსახურებისთვის და აი ამ სიტუაციაში, როდესაც ეს არის შენთვის უმთავრესი პრიორიტეტი, შენს გულშიც, როცა არავინ არ გხედავს, როცა დგახარ შენ ფიქრებში და იძახი, ღმერთო, წავიდე კომპრომისი არ წავიდე და იძახი, რომ არა, ჩემთვის სათასასუფევლი მნიშვნელოვანია და უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს და მისი ინტერესები. აი სულიწმინდა ამას როდესაც ხედავს, იცი ბევრი რამე, არ იცი ბევრი რამე, მაგარი ხარ თეოლოგიაში, არა ხარ მაგარი, მეთევზის დონეზეც რო იყო, სულიწმინდას არ უჭირს შენი გამოყენება. აი, შეერი ვიყავით, დავდიოდი, მაგრამ სადღაცა ვიღაცასთან მივდიოდი და მე აუ არ მიცნობ და ადამიანი და მეუბნება, გუშინ გნახე, ჩემო თახში როგორ შემოხვედი. აი ეს სურათი გუშინ ვნახე. ანუ სულიწმინდა წინასწარ ადამიანებს ხილვებს აძლევდა. იმიტომ რომ ხედავდა მიძღვნის ხარისხს. და მეგობრებო, ეს არის ჩვენთვის თავარი პირობა. გამოვყოთ ჩვენი თავები მსახურებისთვის, განვიწმინდოთ იმ მისიისთვის, იმ მსახურებისთვის, რომელიც უფალმა დაგვავალა და სულიწმინდას არ გაუჭირდება ჩვენგან მოქმედება. იმიტომ რომ ის ერთგულია. მოწაფეების მანდატი იოანეს 17:20-23. მხოლოდ ამათვის არ გთხოვ, არამედ იმათვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველა ერთი იყოს. აი წეგან ვლაპარაკობთ ამაზე, როგორც შენ ჩემში მამალ, მე კი შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე. ნახეთ, ჩვენ თუ ერთნი ვიქნებით ქრისტე იესოში, წუთისოფელი ირწმუნებს, რომ იესო ქრისტე მამამ წარმოგზავნა. ხედავთ მეგობრებო, აი როგორ ვითარდება აზრი, ხედავთ ამ თავში. ჯერ გვეუბნებიან, რომ იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა შენ თავს დებ შენი მეგობრისთვის, შენი თანამსახურისთვის. მე ვთქვით, რომ აი ეს თავის დადება რას ნიშნავს, როცა შენს ინტერესებს, შენს ავტორიტეტს გვერდზე გადაწევ და შენი თანამსახურს გაუფრთხილდები, ხო და ერთიანობას შეინარჩუნებ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული გიწევს დარჩენა და ნახეთ იესო ქრისტე მე რას ამბობს, როცა ესეთი სიყვარული გექნება, როცა აი ამ ერთობას საკუთარი თავის დაზარალების ხარჯზეც კი თუ საჭირო იქნება, შეინარჩუნებ და თქვენ ერთნი იქნებით ჩემში. თქვენს ნაკადაგები იესო ქრისტეს ადამიანები ირწმუნებენ და მიხვდებიან, რომ მამამ წარმომგზავნა მე. ეს არ არის ჩვენი მიზანი, რომ მიხვდნენ, რომ ბრუკლინის ეკლესია ქადაგებს ცოცხალ მესიას, მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს. აი ეს არის ჩვენი მიზანი. და ნახეთ საიდან მოდის? ერთობიდან მოდის. როცა ჩვენს ერთობას უთანხმოებანი ჩვენში ხელს არ უშლის. როცა ჩვენ იმდენად მიძღვნილები ვართ მისიისადმი, რომ მე რო ეხლა გიო არასწორად მომექცა სადღაც ამის მტკიცებას არ დავიწყებ და ეს მე ასე ხარისხოვანია ჩემთვის და მე გიოს სიყვარულს ვაგრძელებ და მის წამოწევას, მისი ავტორიტეტის გაფრთხილებას ვაგრძელებ და ვინარჩუნებთ ერთობას სულში. დიდება შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი. ნახე რა, აი ეს დიდება ღმერთის ჩვენზე მოდის და ამას აქვს ერთი დანიშნულება, რომ ჩვენც ისევე ვიყოთ ერთნი, როგორც იესო ქრისტე და მამა არიან ერთნი. ნახეთ როგორ ხარისხზეა საუბარი. შეთანხმებული, არასაკუთარი თავის სარგებლის ძიება, ერთმანეთის ინტერესებისთვის ბრძოლა, ერთმანეთის ინტერესების სადარაჯოზე დგომა, ერთმანეთის სიყვარული, ისე როგორც საკუთარი თავის სიყვარული. ამაში ვარჯიში მოგვიწევს მეგობრებო. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში. ნახეთ, როგორ ხაზს უსვამს იესო ქრისტე ერთობას, სრულყოფილი ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. აი ჩვენი ერთობა ამას განაპირობებს, მეგობრებო. წუთისოფელი გაიგებს, რომ ჩვენ ისე ვართ შეყვარებულნი, როგორც იესო ქრისტე შეიყვარა მამა. რომ იესო ქრისტე არის ღმერთის ძე, რომელიც ღმერთმა წარმოგზავნა. აი ახლა
კირგზე ვლაპარაკობდით, ხო, ჩარლზ კირგზე. რამდენი ადამიანები დამცინავად ელაპარაკებიან იმ ადამიანებს, რომ თვალი აეხილოთ და მიხვდნენ, რომ ჩარლზი ვიზეც ქადაგებდა თუ ჩარლი ის იესო ქრისტე მართლა იმ ღმერთის მიერ არის წარმოგზავნილი, ვინც სამყაროს შექმნა. წინააღმდეგობას კი აღარ დაუწყებდნენ. ჩვენერი მორწმუნეები გახდებოდნენ. ჩვენ რატო ვართ მორწმუნეები? მივხვდით, რომ მამა ღმერთმა წარმოგზავნა იესო ქრისტე და ეს სახარებაში, რასაც გვიყვებიან მოციქულები იესო ქრისტეზე, ეს ჭეშმარიტებაა. რასაც ჩარლი ლაპარაკობდა იესო ქრისტეზე, ძირითადად რაც მაქვს მოსმენილი ხა, თავს ვერ დავდებ ჩარლიზე, ხო? ჭეშმარიტებაა. ეს რომ დაინახოს ყველამ, ტრანსგენდერი იქნება, ჰეია, კვაერია თუ ვინც არის, ხო? ყველა ის ახალგაზრდები, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ თუ დემოკრატები იყვნენ თუ რესპუბლიკელები იყვნენ, ამას რომ მიხვდნენ, რომ ის ვისაც ქადაგებს, მართლა ღმერთის მიერ არის წარმოგზავნილი, ისინი ირწმუნებენ იესო ქრისტეს. ნახეთ როგორი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთობას, ჩვენს აი ამ სიყვარულის ტალღაზე ყოფნას, სრულყოფილებას მოყვას ის სიყვარულში. უსასყიდლოდ გაცემა პირობაა, ჩვენ წეღან ამაზე ვილაპარაკეთ. მათეს მეათე თავი 7:8. როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდათ სათასამეფო. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანი განწმინდეთ, ეჭმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. თითქოს ახლა ეს იცით რა არის, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე, თითქოს ნეტა მკვდრების აღდგენა შეგვეძლოს, ნეტა კეთროვანის განკურნება შეგვეძლოს, ნეტა ეჭმაკების განდევნა შეგვეძლოს და რა სასყიდელზეა საუბარი. არა მეგობრებო, ეს ერთმანეთზე გადაბმული არის. სასყიდელი მაინც და მაინც ფული არ არის, რო იცოდეთ რა. სასყიდელი არის საკუთარი იმიჯი, საკუთარი ავტორიტეტი, კარიერული წინსვლა, პოზიციების გამაგრება. იცი, აი, მე ვლოცულობ ხოლმე რა. ღმერთო, ბრუკლინის ეკლესია დაიწყე. ძალიან მიხარია, რომ გამომიყენე ამაში. მაგრამ დამანახე ღმერთო, რამდენად გინდა ვიყო ჩართული ამ ეკლესიის საქმეში. იმის გამო, რომ სადღაცა გამომიყენა, თქვათ მე და ლაშა გამოგვიყენა, რომ რაღაცა გაგვეკეთებინა, თქვენ გამოგიყენათ საწყის ეტაპებზე, რომ იმის გამო ახლა რაღაცა ექსკლუზივი გქონდეს, ასე არ არის. ხდება ხოლმე ესე მეგობრებო. ადამიანები ჩააფრინდებიან ხოლმე მსახურებას და არ აძლევენ საშუალებას სხვებს განვითარების. მე ვარ აქ. აი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება, ჩემი და მაიკოს ის არის, რომ აი ესე უფალმა დაგვაწყებინა ახალგაზრდული მსახურება, განგვავითარებინა და როდესაც ვიგრძენით, რომ დრო მოვიდა, ავდექით და უმტკივნეულოდ გადავეცით ეს მსახურება და ამ მსახურებამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა. რამ შეგვაძლებინა ეს? რო გითხრათ ეხლა, რომ ეგრევე იყო ეს ჩვენს თავში და არა ვფიქრობდი ამაზე, მეთმობოდა თუ არ ვიცი, აი 20 წელი რაღაცას რო ემსახურები, შენი ნაწილი არის რა. და შეჩვეული ხარ ამის ნაწილად ყოფნას. შეჩვეული ხარ, იქ თავისი პატივი მოყვება, თავისი დიდება მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ უბრალოდ აიღო და მიცე, ძალიან ბევრ ეკლესიაში ძალიან ბევრი ადამიანები რაღაცას რო ჩააფრინდებიან, ხელს აღარ უშვებენ ხოლმე. და ხშირ შემთხვევაში თავზე ენგრევათ ხოლმე ეს მსახურება, იმიტომ რომ დრო გაეპარათ, როდესაც ხელი უნდა გაუშვან ამას. და სხვა ეტაპზე გადავიდნენ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგალითად ახალგაზრდული მსახურებისთვის რო ხელი არ გამეშვა, სხვა რაღაცეებში ღმერთ ჩემი გამოყენება გაუჭირდებოდა. და სასყიდელი ამ შემთხვევაში რა იქნებოდა? ჩემი ამბიცია, ჩემი კომფორტი, ჩემი მაინც ფული არ არის. ფული საერთოდ არ ქონდა ახალგაზრდულ მსახურებაში. არასოდეს ახალგაზრდული მსახურებიდან ხელფასი არ აგვიღია. არასოდეს. ნახეთ, იესო ქრისტე ამ სასყიდელში მაინც და მაინც ფულს არ გულისხმობს. თუმცა ამ ფორმებს აწყებულობს ხოლმე, აი განსაკუთრებით, ვერ ვიტყვი რომ მარტო დასავლეთის ეკლესიებში. ჩვენთანაც ყოფილა ესეთი შემთხვევები,
როდესაც ადამიანების мотиваცია გამხდარა, რომ აი რაღაცნაირად აი შესაწირის განუსაზღვრია ის, რომ სახურება ცხელი არ გაუშვას ადამიანმა. აი ამას წინათ ერთი ადამიანის ნათქვამი გავიგე, რომ აი ბოლომდე გამოვიღო და მერე გავანებებ თავს მსახურებასო, ესეთი რაღაცა უთქვია. და ძალიან მტკივნეულია. ის საერთოდ ეხლა არიცხეს ეკლესიიდან ფაქტიურად ის ადამიანი და ჩვენც არ მიგვაჩნია ის. თანამსახო ჩვენ ეკლესიაში არ იყო, მონათესავე ეკლესიაში იყო, მაგრამ მაინც და ჩვენ უთხარით, რომ თუ არ მოინანიებ და მონანიების ღირსნაყოფს არ დადებ, ჩვენ აღარ მიგვაჩნი ხარ შენ მსახურად ამ ეკლესიაში. თავის ეკლესიაში გულისხმობ. მაგრამ ადამიანები აქამდე მიდიან, მეგობრებო. რას ჩვენ თუ გულისხმობდა მაგაში გურამ? თოდვაში იყო კონკრეტულად ეკლესიის პასტორი იყო, ეხლა ავი ზოგს გაგებულიც გექნებათ, მაგრამ ეკლესიას ხონება ქონდა, შემოსავლები ქონდა რაღაცები და იქ სკრინშოტები ვნახეთ მერე, სადაც წერდა იმ ვიღაცას ვისთანაც ერთად. ასე ვთქვათ, თოდვაში იყო, რომ ბოლომდე გამოვიღებო, რაც მისაღები მაქვს ეკლესიიდან, იქ რაღაცა აქტივები იყო, იქ რაღაცეები და მერე წამოვალ რა. ანუ ადამიანები მსახურებასაც ეწევიან ანგარებით. აი რო გავანებო თავი, რა მეშველება, საიდან იქნება ჩემი შემოსავალი და ასე შემდეგ. ანუ იესო ქრისტე პირდაპირ გველაპარაკება, რომ ანგარება არ უნდა გავიკაროთ. ჩვენი მოვალეობა არის, რომ წავიდეთ, ნახეთ, თავარი რა არის, ჯერ განკურნებით კი არ იწყება სნეულნი განკურნეთო. ჩვენ ხანდახან ესე გონია, რომ თუ სასწაულები მოხდება, ხალხი მოაწყდება, არა. ნახეთ, საიდან იწყება, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სამეფო. აი ეს მოყვება სნეულების განკურნება, დრების აღდგომაც, კეთროვანთა განწმენდაც, ეშმაკების განდევნაც. თან გვეუბნება, ეს ყველაფერი გააკეთეთ უანგაროდ. ახ მარტო ეშმაკების განდევნვა და კუдрებით აღდგენა კი არ არის. ადაგებაც უანგაროდ უნდა გააკეთო. ადაგებაც მოახდინო უანგაროდ. თუ წერფელები ვიქნებით, აღმოვაჩენთ, რომ აი ამ ანგარების საგანი შეიძლება ბევრი რამე იყოს და მათ შორის ჩვენი სიმართლის დამტკიცებაც ერთ-ერთი ანგარების საგანი შეიძლება იყოს და აი სულიწმინდა დაგვეხმაროს, რომ წერფელები ვიყოთ ჩვენს მსახურებაში, უანგარონი ვიყოთ ჩვენს მსახურებაში. ბევრი წვრილმანი არსებობს, მეგობრებო, ძალიან ბევრი წვრილმანი და ყველგან უნდა ვიყოთ უანგაროები და სულიწმინდას გაუხსნათ ყველა კუნჭული ჩვენი გულის, იმიტომ რომ სავარაუდოდ კვირას ამაზე ვილაპარაკებ. ჩემთან უკვე ხვალე აი ცოდვასთან გამკლავების რამოდენიმე გზა არსებობს და ერთ-ერთი გზა, რადგან წინა კვირას ცოდვაზე ვილაპარაკეთ, ხო? ერთ-ერთი გზა არის ის, რომ წერფელი ვიყოთ საკუთარ თავთან, სულიწმინდას მივცეთ საშუალება, რომ შეგვახედოს ყველაზე ბნელკუთხე კუნჭულებში ჩვენი გულის. შეიძლება ჯერ მზად არ იყო, რომ ადამიანთა წინაშე აღიარო რაღაცეები, მაგრამ ღმერთის წინაშე ხო შეგიძლია აღიარო, საკუთარ თავს რომ გამოუთხდე, რომ სადღაც ანგარებაში ხარ, ხო შეგიძლია. აი მე მაგალითად აი გეტყვით ერთ-ერთ მაგალითს. საიდუმლო არ არის თქვენთვის ალბათ, რომ აი ბიბლიას აწერია რა, აი პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი, ახალი თარგმანელი ვარ ბიბლიის და კოტეც მუშაობდა იმ ბიბლიაზე, მეც ოლეგიც და სხვაებიც. მაგრამ ამ პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი მე, რადგან გამომცემლობის დირექტორიც ვარ. და ისეთი მომენტი იყო, რომ უმუშევარი ვიყავი და რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ პროექტის ხელმძღვანელი თუ ვიქნებოდი, თელფასიც მექნებოდა. წარმოიდგინეთ ახლა 3 შვილი მყავს, მუშაობა მჭირდება, 2010 წელია, 11 წელია, ეკლესიაში ხელფას არ მიხდიან და თუ ამ პროექტს უხელმძღვანელებ, რაღაცა შემოსავალიც მექნება. და ისე მოხდა, რომ ამერიკელებთან მე ჩემი მიდგომები მქონდა და უთანხმოება მომივიდა და ღმერთმა მითხრა, რომ გაანებე თავი. და უთხარი, რომ არ მინდა ამ პროექტზე მონაწილეობა. და ულოცულობდი, რომ ღმერთო, აი თუ შენი ნება არის, იქნებ დამიბრუნო ეს პროექტი ან რაღაცა რომ გავაკეთო და ჩემს გულში დამიდგა საჭიროება წერფელად გამეცა კითხვაზე პასუხი. რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ყოფილიყო
ბიბლიის ახალი თანამედროვე თარგმანი თავისი უპრეცედენტო კომენტარებით, რაც საქართველოში მანამდე არ მომხდარა, ეს იყო ჩემი უმთავრესი მიზანი თუ ჩემი უმთავრესი მიზანი იყო, რომ ხელფასი მქონოდა რაღაცა შემოსავალი, რომ ოჯახი უზრუნველ მეყო. თქვენ წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ხო? მე დრო დამჭირდა, რომ კარგად მეფათურებინა ხელი ჩემს სულში და მომიწია იმის თქმა ღმერთის წინაშე, რომ ღმერთო, შენ თუ მეტყვი ახლა რა უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვარ საკუთარ თავში ვეუბნეოდი, აი არ ვიცი რომელი უფრო მადარდებს. და სწორედ ამიტომაც ხო ღმერთმა რომ მითხრა რომ უარი თქვი, მე ვფიქრობ რომ ეს იყო ჩემი გამოცდა გარკვეულწილად და უარი თქვი ღმერთმა მითხრა საულმა ვირები დაკარგა მეფობა იპოვნა. ამიტომ მე გეუბნები რომ დაკარგე ეგ პროექტი შენთვის უარი თქვი და უარი ვთქვი. და უარი რო ვთქვი ჩვენთან მოვიდა ის ამერიკელი ხელმძღვანელი, ვინც იყო პროექტის, ვისაც ჩაუფლავდა მე საქმე და ვერ გააკეთა და მეუბნება რომ შენო გამოცდილი კაცი ხარო. და შენი გუნდი მომეციო, რომ შენი თარჯიმნები, შენი დამკაბადონებლები ესენი გამოვიყენო და გაუბრაზდი თავიდან. რა თავხედია მეთქი ეს კაცი? პოზიცია დამატოვებინეს. ხელმძღვანელის პოზიციაზე უარი მითხრეს. და ერთადერთი რედაქტორის პოზიციაზე იყო და ამაზე მე თვითონ თქვი უარი და ეხლა ჩემს თანამშრომლებს მთხოვენ. ჩემს გამოცდილ ხალხს მთხოვენ, რომ ჩემი ხალხით, ჩემი კომპანიით გააკეთონ საქმე, რომელიც მე არ მომანდეს და ძალიან გაუბრაზდი რა. და ვიდექი და ჩემთვის ფიქრობდი ეხლა დავეხმარო ამ ადამიანს თუ არ დავეხმარო და იცით რას მივხვდი მე? რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბიბლია, ახალი ბიბლია შემდგარიყო და გადავწყვიტე, რომ დაზარალებულად დავრჩენილიყავი. გაუგზავნე ჩემი გუნდი, შევახვედრე, რესტორანში დაუსვი, დავავალე ამ ჩემი გუნდის ჩემს თარჯიმნებს, ჩემს რედაქტორებს, რომ დაეჯერებინათ იმათთვის, ვასწავლე როგორ უნდა გაეკეთებინათ, კონსულტაციები ჩაუტარე და მე გამოვედი და გვერდზე დავდექი და ვთქვი, არა უშავს, თუ მე აქედან არანაირი სარგებელი არ მექნება, ღმერთს ხო ეცოდინება, რომ მე ამ პროექტის გაკეთებას ყველანაირად ხელი შეუწყე. და 6 თვის მერე ამ კაც ყველაფერი რო ჩაუფლავდა, უკეთესი პირობებით მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს, რომ ძალიან დიდი პატივი იქნება ჩემთვის თუ ამ პროექტს უხელმძღვანელებ და მაინც ჩემი გასაკეთებელი გახდა, მაგრამ მანამდე ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ჩემი გული შეემოწმებინა და მე დამენახვებინა ღმერთისთვის, რომ ჩემთვის ბიბლია და მისი შესრულება და ეს ახალი ბიბლია საქართველოსთვის რო დარჩენილიყო და თაობების რო დარჩენილიყო, უფრო მნიშვნელოვანი იყო სათასასუფევლის საქმე, ვიდრე ჩემი პირადი სარგებელი. აი, შევეცადე, რომ მაგალითი მომეყვანა თქვენთვის. ხანდახან როგორ დაგჭირდება, რომ წრფელი ვიყოთ საკუთარ თავთან. და არაურიოთ პირადი სარგებელი სათასასუფევლის ინტერესებში. უსასყიდლოდ მიიღეთ, უსასყიდლოდ ვეგაეცით. მსახურება ისეთი რამეა, ადამიანებთან ურთიერთობა ისეთი რამეა, რომ იესო ქრისტეს მაგალითად ხაზინად არის ცოლი და მდიდარი ქალბატონები ემსახურებოდნენ თავისი ქონებით. იესო ქრისტემ ზუსტად იცოდა, რასაც ლაპარაკობდა, რომ მსახურებაში, როდესაც მსახურებს, სახარების მსახურებს მით უმეტეს დაუწესა, რომ სახარებითვე გამოიკვებონ და ირჩინონ თავი, ძალიან დიდი ალბათობა არის იმისა, რომ დაუდგეთ ცხოვრებაში მომენტი, როდესაც არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ჩემს სარგებელზე ვიზრუნო თუ სათასასუფევლის ინტერესებზე. და აი აქ გეუბნება იესო ქრისტე. უსასყიდლოდ მიიღე, უსასყიდლოდ გაეცი. ფრთხილად იყავი. ანგარება არ შემოგეპაროს მსახურებაში. თუ გინდა რომ სული წმინდა იყოს შენი თანამშრომელი და ის ვინც აცოცხლებს შენს გადაგებას ადამიანთა გულებში, ის ვინც სნეულებს კურნავს, ის ვინც მკვდრებს აღადგენს, ის ვინც კეთროვნებს განწმენს და ეშმაკებს დევნის, ვინ არის? ღმერთის სული. თუ გინდა რომ ღმერთის სული შენთან თანამშრომლობდეს, როგორც უსასყიდლოდ მიიღე და უანგაროდ, ისე უსასყიდლოდ და უანგაროდ გაეცი მიღებული. ამენ. სხვა ნუგეშის მცემელი. მალე ვამთავრებთ, მეგობრებო, ვიცი რომ დაღლილები ხართ. იოანეს 14:16-18.
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშის მცემელს მოგივლეთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნო, სამუდამოდ თქვათ. ჭეშმარიტების სულს, ეს სული არის ჭეშმარიტების სული, მეგობრებო. ის ვერ დაიწყებს ჩვენი ადამიანური რაღაცა არასწორი მოტივებით ნამოქმედარის გამართლებას და დამტკიცებას. ის ჭეშმარიტების სულია. ჭეშმარიტებას არ შეუძლია დაამოწმოს ხორციელი განზრახვები. ჭეშმარიტებას არ შეუძლია განამტკიცოს შენი ხორციელი გადაწყვეტილებები. მხარი აგიბას შენს ეგოისტურ წამოწყებებში. ჭეშმარიტების სული მხოლოდ სიყვარულით ამოქმედებულ ჭეშმარიტებას უმაგრებს. რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. ობლად არ დაგტოვებთ. მოვალ თქვენთან. დიდება უფალს. ძირითადი მახასიათებლები. სულიწმინდა იკავებს იესო ქრისტეს ადგილს უხილავ სამყაროში. აი, იესოსთან მირბოდნენ მოწაფეები, როდესაც რაღაცა კითხვები უჩნდებოდათ. ახლა სულიწმინდაა ჩვენთან. ის იკავებს იესოს ადგილს ჩვენ ცხოვრებაში. ის გვახსენებს ყველაფერს, რასაც იესო ქრისტე ლაპარაკობდა ჩვენთვის. ის შეგვიძღვება ჭეშმარიტებაში. ვინ არის ჭეშმარიტება? იესო ქრისტე. ჭეშმარიტების სულია ეს იესო ქრისტეს სულია. ის გვასწავლის ყოველივეს, რაც საჭიროა. როგორი მნიშვნელოვანია, რომ მასთან მისი ენებით, მისი თავსება ხდებოდეს ყოველ დღე. მასთან ურთიერთობა გქონდეს ყოველ დღე. შეგვიძღვება ჭეშმარიტებაში, გვეხმარება ლოცვაში და ადიდებს იესო ქრისტეს. ადიდებს იესო ქრისტეს, მოდით ასე ნუ წარმოვიდგეთ, რომ დგას ახლა დიდება იესოს იზეხავს ჩვენგან. ამას კი არ გულისხმობს ეს. თუმცა არც ეს უნდა გამოურიცხოთ. აი შენ რო ქუჩაში გახვალ. აი აქ სულიწმინდასთან მოზიარეობა რო გქონდა და აი ღმერთის სულით გახვედი ქუჩაში და რაღაცა გამოწვევის, რაღაცა განსასწრების, რაღაცა პრობლემის წინაშე დადექი. ისე იმოქმედებს სულიწმინდა შენგან. ისე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ისე წარმოჩინდება იესო ქრისტეს ხასიათი შენგან, რომ ამაზე ფიქრიც არ დაგჭირდება. ავტომატურად გამოვლინდება ქრისტე შენგან. მერე მოხვალ სახში და ხანდახან შეგეშინდება. ღმერთო, კიდე კარგი ეს უპასუხე. კიდე კარგი ეს გადაწყვეტილება მივიღე. კი, მაგრამ საიდან მეყო სიბრძნე? ესე რო არ მეთქვა რა იქნებოდა? და მერე ხვდები, რომ შენ არც კი გიფიქრია. შენ ვერც კი მიხდებოდი, შენ ვერც კი დაგეგმავდი. იმის გამო რომ სულიწმინდა იყო შენში, სულიწმინდას მიეცა შენთან მოზიარეობის შესაძლებლობა, მან იესო ქრისტე განადიდა შენგან, ისე როგორც საჭირო იყო. დიდება სულიწმინდას, დიდება იესო ქრისტეს. სულიწმინდის მსახურება, სულიწმინდით მსახურება უპირატესია. იოანეს 16:7-15, მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით, თქვენთვის უმჯობესია რომ წავიდე. იესო ქრისტემ თქვა, ჯობია, ახლა უფრო აღმატებულია ეს მსახურება. ვიდრე მაშინ, როდესაც იესო ქრისტე იყო დედამიწაზე ფიზიკურად. რადგან თუ არ წავედი, ნუგეშის მცემელი ვერ მოვა თქვენთან. იმდენად მნიშვნელოვანი იყო სულიწმინდის მოსვლა. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას. და როცა მოვა, იგი ამხილს წუთისოფელს ცოდვის. ეს შენ რო იქადაგებ, სულიწმინდამ უნდა ამხილოს შენი მსმენელები ცოდვის გამო, სიმართლისა და განგითხვის გამო. და შენ გაგიკვირდება, აი, ძალიან მიჭირდა გადაგება მეხათრებოდა, მაგრამ ისე მოისმინა იმ გოგო, ისე ჭიროდა, ისეთ მადლობებს მიხდიდა, დიდება ღმერთს კიდე კაი გაურისკე და პირი გაუხსენე. ფაქტიურად ჩვენ ვაკავებთ, თორე როგორც კი მივცემთ საშუალებას სულიწმინდას, რომ ჩვენგან ილაპარაკოს, ის ამხელს წუთისოფელს. მაშინაც კი, როცა შენი თვალები ამას ვერ ამჩნევს. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები არტირიან, ტაშს არ გვიკრავენ და არ გვიმოწმებენ, რომ ეს ასეთი რამე პირველად მოვისმენე, არა, იცოდეთ, რომ გულში ისინი მხილებას ღებულობენ. სულიწმინდა მოქმედებს. მე რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს ეკლესიაზე და სულიწმინდით ნათლობაზე და რაღაცებზე კი ვერ მიმტკიცებდნენ ხშირ შემთხვევაში და ჩემი მართლმადიდებლური ტვინი ჯობნიდა და რაღაცეებს ვისხლეტავდი და არ ვიმჩნევდი, მაგრამ გულში რაღაცა ხდებოდა რა და სულიწმინდამ როგორ მიმაღებინა იცით გადაწყვეტილება? როდესაც კიდევ ერთხელ შემეკითხა ერთი ადამიანი, რაკენი მეუთხარი რომ ქაშვეთის ეკლესიაში მამაო შევეკითხები მაგ მუხლებზე მეთქი და ორი კვირა გავიდა და შემეკითხა, რაკენიო შეეკითხეო შენ მღვდელსო?
იმ საკითხზე ორო გელაპარაკეო და ჯერ არა, მაგრამ მივალ შევეკითხები მეთქი ვეუბნები და უცებ სულიწმინდა ჩემს შიგნით მეუბნეო. სად უნდა წახვიდე, ვის უნდა შეეკითხო? ხო იცი რომ სიმართლეს გელაპარაკება. აუ ამას ვეღარ დავემალე რა. არც ვიცოდი რომ სიმართლეს მელაპარაკებოდა. წრფელი გულით ვეუბნებოდი რომ იქ ვაპირებდი წასვლას და შეკითხვას, მაგრამ სულიწმინდამ ეს რომ მითხრა, ამას ვეღარ დავემალე და ვთქვი მეთქი. არა რა. ესენი სიმართლეს მეუბნებიან. სულიწმინდა ამხელს თუთისოდაც. სულიწმინდა იქნება შენი თანამშრომელი, შენ რო ილაპარაკები რაღაცა ბრაიტონზე, ვიღაცა შენს მეგობარს, რომ დაუმოწმებ. შენ კი არ ახარ ის, ვინც ამხელს. სულიწმინდა ამხელს. ჩვენ სულიწმინდის როლის თამაში გვინდა ხოლმე და მოდი ამას თავი დავანებოთ რა. ვითამაშოთ მორწმუნის როლი. გამოყოფილი ერთგული ადამიანების როლი, ვისგანაც სულიწმინდა იმოქმედებს. სოდვის გამო რომ არ მიწამეს, სიმართლის გამო მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ, სამჟავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდადებულია. დიახ, აი ერთ-ერთი ჩემი მეგობარი არის. რო ველაპარაკე ეკლესიაში წავიყვანე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებდა და გია გიგოშვილი არის ერთი პასტორი ჩვენი. მთელი გაიწოდა ხალხი წაიქცა რაღაცეები და ვაიმე, ეს რა ხდებაო, ესეც წაიქცა. გადავარდა უკან, იმან ხელი რო გაიქნია და მე ხუმრობდა ხოლმე. მე რო ვთქვაო, მაშინ კახათ არგამაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. კახათ არგამაძეს სახელითო. პოლიციელები წაიქცევიანო? მე ვთხარი ბიჭო, სისულელეებს ნუ ლაპარაკო. ხოდა ეს რა იყო, შეშინებული მიდიოდა, მოდიოდა, მაგრამ მე აუცრულდა გული და აღარ დადიოდა და ერთხელ დილა ადრიანად ამომადგა სახში. რა იყო, მე ვთხარი რა ხდება? ურამ შენ არ იცი ეს რა ვნახეო, რა მიქენი ესო, საწამიყვანეო. რა ნახე მე ვთხარი, რა ვნახეო და ასეთ საგაიპო ცეცხლი ეკიდაო მთელ დედამიწასო და იესო ქრისტე მოდიოდა ღრუბლებზეო და უკანო დიდი ლაშქარი მოყვებოდაო. აღარ ვიცოდი სად დავმალულიყავიო. აი აქ წერია, ნახეთ. სულიწმინდა ამხელს სოდვის გამო, სულიწმინდა ამხელს სამსჯავროს გამო და რომ ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდადებულია. ეს სულიწმინდა აკეთებს. მე ახლა იმ სიზმარს რა დავასიზმრებდი იმ ადამიანს, ხო? ჩვენი ფუნქციები არ არის. რომ ვილაპარაკობ და სულიწმინდა თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ როდის აკეთებს? როდესაც ჩვენ გამოყოფილები ვართ, სასყიდლოდ ვღებულობთ, სასყიდლოდ ვემსახურებით. სულიწმინდას აღარ უჭერს ჩვენი ნალაპარაკების, ჩვენი ნამოქმედარის გაცოცხლება. კიდევ ბევრი მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. მაგრამ როცა მოვა იგი ჭეშმარიტების სული შეგიწყვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გამოგიცხადებთ. რა მაგარია, ჩვენ ყველაფერს ახლაც ვერ ხვდებით, მაგრამ სულიწმინდა ჩვენთან არის და ყოველ დღე თავისი საზრუნავი როა ყველა დღეს, ის საჭიროებისამე ყველაფერს გამოგვიცხადებს, რაც გვჭირდება. ისიც კი გითხრა იესო ქრისტემ. როცა დაგიჭერენ, როცა წაგიყვანენ, წინასწარ ნუიდარდებთ, ნუიზრუნებთ იმაზე, რა ილაპარაკოთ, იქ რო ბაგეს გახსნით, იქ მოგეცემათ სათქმელი. საერთოდ მოგეცემა, სულიწმინდა იქნება ჩვენთან. მეგობრებო, რა მაგარია სულიწმინდასთან ერთად ცხოვრება. სულიწმინდა გახსნი ბაგეს და ის დაგელაპარაკება, მომავალს გამოგიცხადებს. შენ შეიძლება ნერვიულობ, ვაიმე, ეხლა საბუთები არ მაქვს, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, ცოლი არ ამყავს, ვინ მოვიყვანო, რა გავაკეთო, ეს როგორ გამკურნო, იმას როგორ მივახციო, ამის მერე რა იქნება, ნუ ნერვიულობ, სულიწმინდა იყოს შენთან. ის სულიწმინდა ყველაფერს გამოგიცხადებს, ილაპარაკებს იმას, რაც საჭიროა, გაგიცხადებს, შეგიძღვება ჭეშმარიტებაში, მომავალს გაგიცხადებს, დეტალურად აღგიწერს, როცა ამისი დრო და საჭიროება იქნება. ტაძარი დეტალებში დაუხატა მოსეს. ოღონდ როდის? როცა ფარაონთან შედიოდა, მაშინ არა, როცა უკვე უდაბნოში იყვნენ და მოწმობის კარავი იყო ასაგები, მაშინ დაუხატა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. როცა რისი საჭიროება იქნება შენ ცხოვრებაში, ყველაფერს გაგიცხადებს სულიწმინდა, იმიტომ რომ მან ყველაფერი იცის. ქვეყნიერების შექმნის დროს სულიწმინდა იყო, იესო ქრისტეს მოსვლის დროსაც სულიწმინდა იქნება. ამ სულით ვიქნებით ზიანაცებული, ამ სულით გავწევთ მსახურებას, ამ სულმა ყველაფერი იწყის საბამიდან დასასრულამდე. შენ ამ სულთან იყავი.
ეს სული იყოს შენთან და ნუ დარდობ იმაზე, რა იქნება ხვალინდელ დღეს. ამენ. ამინ. იგი მე განმადიდებს ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ. ყველაფერი რაც მამას აქვს ჩემია, ამიტომ გითხარით ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ მეთქი. რა მაგარია, გამოცხადებები გინდა? სული წმინდასთან იქონია ურთიერთობა. ამენ. ამენ. სული წმინდით ახსება გამარჯვებული ცხოვრების პირობა. ლუკას 24:49 და აჰა, მე მოვალენ თქვენზე მამაჩემის აღთქმის, თქვენ კი ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით. მიზანი დაკარგულის მოძიება და გადარჩენაა. უთხრა, გადით, იქადაგეთ, მაგრამ სანამ ამის ყველაფრის კეთებას დაიწყებთ, სანამ ჩემი მისიის აღსრულებას დაიწყებთ, დაელოდეთ, სანამ მაღლიდან ძალით შეიმოსებით. იმიტომ რომ იესო ქრისტე მიცის რა. სულიწმინდის გარეშე არაფერი არ ვართ. სულიწმინდა ის, ვინც ჩვენ უნდა შეგვაძლებინოს ბრუკლინის გადარჩენა, ქართველების გადარჩენა, ქართველების მოზიდვა და ამის გამოცხადებით მიღებო მეგობრებო, ძალიან აადვილებს საქმეს. შენს თავზე არ უნდა აიღო ეს მძიმე ტვირთი. ეს შენ გაგჭყლეტავს. იცით, აი, იესო ქრისტეზე ზოგი წაბორძიკდება და თავს დაიღუპავს, იმიტომ რომ ბარიერია და ვერ შეასრულებს იმ სიტყვას, რომელსაც იესო ქრისტე ამბობს და ზოგს ეს მძიმე ტვირთი ზემოდან ეცემა და გაჭყლეტავს. იმიტომ რომ დიდია მისია და მძიმეა, როგორ შეძლებ შენ ქვეყნიერების როგორ შეგიძლია შენ ადამიანის გადარჩენა? არ შეგიძლია, მეგობარ. ეს იესო ქრისტე შეეძლო მარტო. და ის ვინც შენგან ადამიანი უნდა გადაარჩინოს, არის სულიწმინდა. უბრალოდ შენ უნდა გამოყო შენი თავი სულიწმინდის მსახურებისთვის. გახსოვთ? მერვე თავში იყო თუ არ ვცდები? მიგენიშნეთ კიდევაც, ნახეთ სულიწმინდა როგორ არის მეთქი ჩართული. სულიწმინდამ როცა მარხულობდნენ, რა უთხრა? გამომიყავით ორი ადამიანი, რომელიც ჩემი საქმისთვის მჭირდება. რა მაგარია. ილოცეს, იმარხულეს, გამოუყვეს ორი ადამიანი და სულიწმინდამ დაუწყო ლაპარაკი. წამოდით, აგერ აზიაში საქმე მაქვს, მაკედონიაში საქმე მაქვს, დავიდნენ და სულიწმინდა მართავს. გამოუყოფ შენ თავს. სულიწმინდა აქეთ ეძებს გამოყოფილ ადამიანებს, მწყურვალ ადამიანებს. ხვეწნა კი არა, მე გამომიყენე რა სულიწმინდა, მე გამომიყენე. არ ჭირდება ხვეწნა, თუ გამოუყოფ შენ თავს. გამოგიყენებს. უბრალოდ რო დაგელაპარაკება რომ მიდი ეს გააკეთე. და დაინახავ როგორ გაგაოცებ სულიწმინდა საქმეებს, რომელთაც იესო ქრისტე აკეთებდა, იმაზე მეცაც გააკეთებთ. იმიტომ რომ უმჯობესიაო რომ წავიდეო, რომ ის მოვიდეს და უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სულიწმინდასთან თანამშრომლობა. გითხრა შეკრიბე ხალხი. გითხრა დაუძახე. გითხრა იმარხულე. გითხრა მიდი იმას დაუმოწმე. გითხრა გაიღე 5 ლარი. ითანამშრომლე მასთან. გამოუყავი, უთხარი, პატივია ჩემთვის სულიწმინდა. უპირველეს ყოვლისა, შენ სამსახურში ყოფნა, შენი მისიის აღსრულება. უანგაროდ დგომა შენს წინაშე სამსახურისთვის. შეკრიბა ისინი საქმის 1-4-5 და დაავალა იერუსალემს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს. ჩემგან რომ მოისმინეთ, რადგან იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი არც თუ მრავალი დღის შემდეგ მოინათლებით სულიწმინდით. ამიტომ ჩვენს 50-იანულ ეკლესიაში უმთავრესი პირობა იყო და არის ხოლმე ყოველთვის ის, რომ ადამიანი მსახურებაში რო იყოს, ის სულიწმინდით მოათლული უნდა იყოს, რომ ისწავლოს სულიწმინდით ავსება, ენებზე ლოცვა, სულიწმინდასთან მოზიარეობა. ადამიანური ძალით შეუძლებელია ღმერთის მსახურება. სულიწმინდით ნათლობა აუცილებელია. ზებუნებრივი მსახურებისთვის ზებუნებრივი ძალაა საჭირო. სულიწმინდის შრომა. სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა. სიტყვები, რომელიც გითხარით, სულია და სიცოცხლე. ხელახლა შობა აუცილებელია. სულიწმინდა მიგვიძღვის მადლსა და ჭეშმარიტებაში, რაც არის ძალა, დაუმსახურებელი კურთხევა და ჭეშმარიტება. წმენს სიტყვის მეშვეობით, იმიტომ რომ სულიწმინდა სიტყვას რომ გააცოცხლებს შენს გულში, ეს სიტყვა შენ სხვა ადამიანად გარდაქმნის და შესაბამისად სულიწმინდა გზრდის სულიერად. პრაქტიკული გამოყენება, დღევანდელი მისია, ღმერთის სტრატეგია. ღმერთი იყენებს ჩვეულებრივ ადამიანებს. იმიტომ რომ სულიწმინდისთვის სულ ერთია ვინ იქნები შენ. თავარია იყო მიძღვნილი, გამოყოფილი, განწმენდილი ადამიანი.
თავარი არაა ვინ ვართ, არამედ ვის მოაქვს ცვლილებები და ეს მთავარი არის სულიწმინდა. ძლიერება ქრისტეს სულშია. სულიწმინდის გარეშე ყოველი მისიონერული საქმე უსიცოცხლოა. ჩვენ ვერ გავცემთ იმას, რაც თავად არ გვაქვს. ჩვენ არც სიცოცხლე გვაქვს, ჩვენ თვითკმარი არა ვართ, ჩვენ სიცოცხლის წყარო არ ვართ. ეს სულიწმინდაა, იესო ქრისტეა. არც განკურნება შეგვიძლია, არც ვინმე ცოდვების ტვირთება შეგვიძლია. ეს ჩვენი არ არის, მეგობრებო. და როდესაც ადამიანებთან მივდივართ, ველაპარაკებით იმაზე, ვინ იძლევა ამას და სულიწმინდა აცოცხლებს ამ სიტყვებს და სულიწმინდა აძლევს. გადარჩენასაც, განკურნებასაც და ასე შემდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს. ქრისტეს სული დამუდმებით მიგვიძღვის მისი შემეცნებისკენ. ცხოვრების უდიდესი პარადოქსი. უნდა მოვკვდეთ საკუთარი თავისთვის, რომ ქრისტეში ვიცოცხლოთ. ვართ თუ არა სულიწმიდით ახსნილი? შენ თვითონ უნდა გასცე პასუხი ამას. აი ჩვენ ეკლესიაში გვაქვს ესეთი ბლანკები. ახალგაზრდულში თავის დროზე დავნერგეთ, ახლა ეკლესიაში ნერგავენ, ესეთი ბლანკები გვაქვს. ჩვენთვის ამას რო ჩამოვალ, მე კომპიუტერიც გვაქვს, პრინტერიც გვაქვს და დაგიბეჭდავთ და გვექნება. მანამდე შეიძლება გადმოგიგზავნოთ თქვენებურად გადააკეთოთ. 30 დღიანი ესეთი შესავსებელი მქონდა. წავიკითხე, პლუსი დავსვი. ვილოცე, პლუსი დავსვი. წავიკითხე, პლუსი დავსვი. ვილოცე, პლუსი დავსვი. თვის ბოლოს აფასებ, რამდენად მქონდა სულიწმინდასთან მოზიარეობა და სიტყვასთან მოზიარეობა მთელი თვის განმავლობაში. იცი, აი ჩვენ ხანდახან ისე ჩაგვივარდება ხოლმე დღეები, რომ ვერ ვამშო, მგონია რომ სულ ლოცვაში ვარ და კითხვაში ვარ. სიამძულეში ასე არ არის ხოლმე. აი უნდა მივეჩვიოთ დისციპლინას და იცით როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, 30 დღე ჭირდება ჩვევის გამომუშავებას. უფრო მალე ინგრევა ჩვევა, მაგრამ 30 დღე თუ ერთი და იგივე საკეთებ, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე დროით ჩვევა გიმუშავდება და შენ უკვე გიადვილდება ღმერთთან მოზიარეობა. სისტემატიური ლოცვა სულიწმიდით ახსავსებად. მორჩილება, ღმერთის ნებისადმი სრული მორჩილება, დამორჩილება, სახურება, სიყვარულით შრომა. ეს ის პრაქტიკული ნაწილებია, რომელიც გაგჭირდება. დასკვნითი კითხვები განხილვისთვის, რა შევლინდება თქვენ ცხოვრებაში სულიწმინდის ზემოქმედება? როგორ შეიძლება უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი მისიონერული მსახურება? აი ამ კითხვებზე იფიქრეთ ამ კვირის განმავლობაში. რა გვიშლის ხელს სულიწმინდით სრულად ახსებაში, სრული ახსებისთვის? აი ამაზე იფიქრეთ, ეს ჩაგდებულიც მაქვს, მაგრამ კიდე ჩაგიგდებ დღეს და ეს თქვენთვის არის. მე უბრალოდ შეგეკითხებით, იფიქრეთ თუ არა ამაზე და ვისაც გექნებათ სურვილი რომ გაგვიზიაროთ, გაგვიზიარებთ, ვისაც არ გექნებათ სურვილი, ნუ გამიზიარებთ, მაგრამ მინდა რომ იფიქროთ, რომ თქვენ გასცეთ წრფელად პასუხი, რა შეიძლება გიშლიდეთ ხელს სულიწმინდით სრულყოფილად ახსებაში. უფალმა გაკურთხოთ, მეგობრებო. რაიმე კითხვები ხომ არა გაქვთ? ყველაფერი დღესავით ნათელი. დღესავით ნათელია თუ დღე დამთავრდა და გეძინებათ?